მოგესალმებით მეგობრებო, საქართველო. მე ვარ ზაური ქერიმოვი, თბილისში დაბადებული გაზრდილი კაცი. ნახალოვკელის ანზონაში დავიბადე, გავიზარდე. რატომ მინდა მოგმართოთ ეხლა, რატომ შემოვედი ამ ლაივში, ეხლა ვიდეოს რატომ ვიღებ? რაღაცა ვნახე, რაღაც არ მომეწონა, რატომ? პროსტა აი როგორც ადამიანურად, როგორც კაცურად, უბრალოდ მინდა რომ მოგმართოთ ყველას. თბილისში დაბადებული გაზრდილი ხალხნი ვინც არიან, ხო? ძალიან ბევრი ეროვნებაა თბილისში. აზერები, სომხები, ქურთები, ეზიტები, რავი, ციგნები, ყველანი მე მგონი ვინც დაიბადა თბილისში, საქართველოში და ვინცაც უყვარს საქართველო, მე მგონი ყველანი ვართ ერთნი, ხო? ეს ერთი. მაგრამ თავარი რა არის, იცით მეგობრებო? თავარი ეგ არის, რომ ღმერთის წინაშე ყველანი ვართ ადამიანები. ყველანი დავიბადეთ, ყველანი მოვკვდებით და ცხოვრობთ ერთხელ, ხო? უბრალოდ რაღაცა ვნახე ვიდეოში, რომ აი თბილისში ახალგაზრდა ბიჭები არიან, ქართულიც იციან, რავი, რუსულიც იციან, თუ საჭიროა სომხურიც იციან და აზერბაიჯანული ეხლა თავისი დედაენაც იციან კარგად, ხო? მაგაზე მიდის საუბარი ეხლა. აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ უბანში და ვიღაცა კაცმა თავის ბიჭთან ერთად გამოვიდნენ და აზერბაიჯანულად რატომ ლაპარაკობთო აქ? როგორ აქ? მე ვარ თბილისელი კაცი. რა ენაზეც გინდა და ხუთი ენა ვიცი ზეპირად და სუფთად და ვისაც გინდათ, აი რანაირადაც გინდათ, აგიხსნით, რა ენაზეც გინდათ. მე ხა თბილისში დაბადებული გაზრდილი კაცი. იმ დონემდე მიყვას ჩემი სამშობლო საქართველო, რომ საქართველოსთვის სიცოცხლეს მივცემ და ახლა უნდა მეშინოდეს და არ უნდა ვილაპარაკო ჩემ დედაენაზე? დედაენა, ანუ რასაც ქვია, ოჯახში რა ენაც ვნახე მე, რა ენაზეც მე ველაპარაკები სახლში, დედაჩემს ახლა ქართულად ველაპარაკები, მაგრამ აზერი ვარ თბილისელი. და მაგაზე ნერვები მეშლება, როგორ, ბიჭო, ადამიანები ვართ ყველანი, ხო? ქართულად გელაპარაკები, თუ საჭიროა უცხოელი ჩამოვა, უცხოელთან მაგის ენაზეც ველაპარაკები, ხო? დაველაპარაკები. გამოსულა და რატომ ლაპარაკობო შენ ენაზეო? და დანით იმინა დაუჭრია მაგ ახალგაზრდა ბიჭი და ეხლა რეანიმაციაშია და გამოდის, ან მოკტება, ან რავი, ინვალიდი გახდება ეგ ბიჭი. რის გამო? თავის თავის დედაენაზე ილაპარაკე თავის მეგობარს, რომელიც ენებიც იცის, ქართულიც იცის, ყველაფერიც იცის, როგორც საჭიროა, ხო? ეს არის ადამიანობა, ბიჭებო? როცა საჭირო იქნება, მე ეხლა ესე აგიხსნით რა. მე როცა ჯარში ვიყავი აქ, ქუთაისში ვიყავი ჯარში. მაგაზე საუბარი არ მიდის, ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრი მყავს მეგრელები, ძმაკაცები. მეგრელებთან გავიზარდე. ანუ მეგრელები თავის ენაზე რო ლაპარაკობენ, ეხლა რატომ არ ეუბნებით მაშინ, რატომ ლაპარაკობ შენ მეგრულად? ანუ სვანები რო ლაპარაკობენ სვანურად, რატომ არ ეუბნებით რომ სვანურად რატომ არ ელაპარაკები? რატომ ლაპარაკობ? ნერვები მეშლება, მაგიტომ რომ მე ვარ საქართველოს მოქალაქე. საქართველოსთვის სიცოცხლეს მივცემ. მე ვარ ქართულად გაზრდილი ბიჭი, კაცი და ჩემი ენა არის აზერბაიჯანული ენა. აზერბაიჯანულთაც ვილაპარაკები. რუსულათაც ველაპარაკები, თუ ვიცი, ინგლისურად და რომ რა ენაზეც მომინდება, მაგ ენაზეც ველაპარაკები. ბიჭო, შემომხედე ერთი, მოდი მკითხე, ვინ ახარ, რანაირად ცხოვრობ, რანაირი